მოგესალმებით მეგობრებო. დღეს პროექტის ფარგლებში ჩვენ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გვაქვს. იცით რომ ვახორციელებთ პროექტის მიმდინარეობის დროს სტრიმ გაკვეთილს. სწორედ დღეს თქვენ ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის და მუსიკის საგნობრივი დისციპლინებით შევისწავლით ერთ კონკრეტულ თემას. საინფორმაციო ტექსტებით აღმოვაჩენთ კითხვის უნარით მნიშვნელოვან სიახლეებს და ასევე მრავალფეროვანი აქტივობებით შევქმნით პროდუქტს. გისურვებთ წარმატებებს. დღეს ჩვენი გაკვეთილის თემა არის ჯადოსნური ნული. ნული არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო. ის სიმბოლოც არის რაოდენობასაც გამოსახავს. რომელ რაოდენობას გამოსახავს რიცხვი ნული? არაფერს. ანუ ნული დაკავშირებული არის არაფერთან და გარდა იმისა, რომ ნული არის არაფერი, თითქოს მნიშვნელოვანი რიცხვი არ უნდა იყოს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნული არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც სიმბოლო, ასევე რიცხვი. ნული არის ათვლის წერტილი, ნული არის საზღვარი დადებით და უარყოფით რიცხვებს შორის, აბსოლუტური ნული არის ტემპერატურა, რომელზედაც სიცოცხლე წყდება. ნული არის ნეიტრალური რიცხვი, იმიტომ რომ მისი მიმატებით და გამოკლებით არაფერი არ იცვლება და ასევე ნულზე გამრავლებით ვღებულობთ ნულს და ნულზე გაყოფას აზრი არ აქვს. ეხლა ჩვენ უნდა დავაკავშიროთ ეს ჩვენი რიცხვი ნული გარკვეულ გეომეტრიულ ფიგურებთან. აი ნენელა დაგირიგდებათ სავარჯიშოები, სადაც ჩვენ სტრიმ გაკვეთილის ფარგლებში ეს ნიშნავს, რომ კითხვით ანალიზი უნდა გავაკეთოთ და სავარჯიშოს შესრულებით უნდა გავაკეთოთ ანალიზი და უნდა გავაკეთოთ ჩვენი დასკვნები. გასაგებია? დაგირიგდებათ სავარჯიშოები თავისი მითითებებით და შეასრულებთ იმ მითითებების მიხედვით ამ სავარჯიშოებს. კარგით? კარგით. აქ მეცი. მოიცა არა, აქ მინდოდა ეს. კარგად უნდა წაიკითხოთ, რა გვაქვს შესასრულებელი. აქ რა ხდება? ხო? თქვენ დაგირიგდათ ფურცლები, სადაც მოცემული გვაქვს გარკვეული სავარჯიშოები, რომლებიც ჩვენ უნდა შევასრულოთ, მაგრამ სანამ ამ დავალებას შევასრულებდეთ, გარდა იმისა, რომ ეს სავარჯიშოები გაქვთ დარიგებული ფურცლები, რომელზედაც მითითებულია თუ როგორ და რა უნდა გაკეთდეს ამ სავარჯიშოში. თუ შეიძლება გამოიყენეთ მარკირების მეთოდი და მონიშნეთ რა მთავარი საქმე გაქვთ გასაკეთებელი და ეს მონიშნოთ, შემდგომ დაგეხმარებათ იმაში, რომ დავალება შეასრულოთ წარმატებით. გასაგებია? თუ შეიძლება ყველა გაეცნოს ამ დავალებას და მონიშნოს მთავარი სიტყვები, რაც არის გასაკეთებელი მოცემულ სავარჯიშოში. რას ვაკეთებთ? წრის გარშემო მოხერხებული გზით კარგად დააკვირდით, რა უნდა ვქნათ და ვიწყებთ სავარჯიშოების. შეხედეთ, რა გვაქვს? გვაქვს ორი ათვლის წერტილი. ერთი ფურცელი უნდა დაიკავოთ როგორ ვერტიკალურად, რომ ნახაზების შედარება მანქანა უნდა გაყვეს რა ამ ტრასას, ხო? და როგორ მოძრაობს მანქანა, ის ჩახაზავს. როგორ თაბახის ფურცლები არ იყო აქ? მეორეს გასწრებ. ატარებ ამ გზის გასწრებ. უნდა მიუმატო? მიმატება გაქვს? გამოვაკლოთ 20 რა და რეგვაძე. არ უნდა, ხო, არ აქვს მნიშვნელობა იყოს. მაგნიტურ დაფაზე დაწერეთ, ხო, შედეგით, ხო? ერთი წამით. პირველმა ჯგუფმა შეასრულა აი ეს დავალება, ხო? თუ შეიძლება თქვენი დასკვნები მაჩვენეთ მაგნიტურ დაფაზე დაწერილი. კარგი, რა გვაქვს? იქ დავსრულდეთ. კარგი.
რა დავალება შეასრულეთ გისმენ? ჩვენ დავიწყეთ 0-დან 10 და ჩვენ მოხერხებული 10-ით გამოვაკელით და მიუმატეთ ეს ყველა რიცხვები. და ჩვენ ესე ვიტრიალეთ წრეზე და დაუბრუნდით 0-ზე. ანუ დავიწყეთ მოძრაობა საიდან? 0-დან 0-დან და დაუბრუნდით საბოლოო შედეგი რა იყო? 0. 0. ანუ დასკვნა რა იყო შენი? დავიკითხო? თუ წრეზე ვიმოძრაობთ რა მოხდება? თუ წრეზე საიდანაც დავიწყეთ, იქიდან დავამთავრებთ. იგივე პასუხზე რა? იგივე პასუხს მივიღებთ. დავბრუნდებით. კარგი, მე მაინტერესებს ერთი რამ. ნიკოლოზ. ანუ წრეზე გვაქვს მოცემული განსაზღვრული რა? წერტილები და რა მოხდება თუ ერთ-ერთ მოქმედებას მაინც ამოვაგდებთ? თუ ერთ მოქმედებას მაინც ამოვაგდებთ, შევძლებთ ნულთან დაბრუნებას? საბოლოო საჭირო შედეგს ვერ მივიღებთ. ვერ მივიღებთ. ანუ ჩაკეტილ წრეზე რას აქვს მნიშვნელობა? ჩაკეტილ წრეზე თუ ყველა წერტილს რა? ყველა წერტილს აქვს მნიშვნელობა. თუ ერთ მაგალითს მაინც ამოვაგდებთ, ვერ მივიღებთ საბოლოო შედეგს. კი ბატონო. წრე შედგება რაღაც წერტილებისაგან და ყველა წერტილს აქვს თავისი ადგილი და თავისი ფუნქცია. საიდანაც დავიწყეთ, ისე ვიგდავრუნდით იმ შემთხვევაში, თუ არც ერთ წერტილს რა არ გამოვტოვოთ. გასაგებია. მადლობა. კარგი, რემეტე მოდი, დათუნა მოდი და გააკეთეთ თქვენი დავალების პრეზენტაცია. რა ხდებოდა ახლა მითხარით? ზოგმა ეს ავტომობილი რა შვებოდა? დადიოდა აქეთ აი მგზაზე. ლაკლინ გზაზე. ამ გზას როგორი წირი ქვია? რა? სწორი წირია თუ მრუდე წირია? რუდე წირი. წირია. შენ სადიდექი? მე ვიდექი აი აქ. შენ სადიდექი და თუნა? ვიდექი აქ. ანუ ათulis წერტილი ერთი და იგივე იყო თუ სხვადასხვა? სხვადასხვა. სხვადასხვა. კი ბატონო. შემდგომ როგორი დავალებები შევასრულეთ? ჩვენ ჩვენ დავიწყეთ როგორ დაგერა მალქანა. გუყურებთ როგორ დადიოდა მანქანა? შენი დაკვირვების შედეგი რომელი იყო? ჩემი დაკვირვების შედეგი იყო ჰორიზონტალური. კი ბატონო, შენი? კი ბატონო. გზა ერთი და იგივე არის თუ სხვადასხვა? გზა იყო ერთი და იგივე. გზა იყო ერთი და იგივე, მაგრამ მაგრამ ნახაზი როგორი მივიღეთ? ნახაზი მივიღეთ სხვადასხვა. სხვადასხვა. ანუ მნიშვნელობა აქვს თუ არა ათulis წერტილის არჩევას? ათulis წერტილის არჩევას და დიდი მნიშვნელობა. დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ სხვადასხვანაირად გამოჩნდა ერთი და იგივე გზა სხვადასხვა წერტილიდან. კარგი, როგორი წირია ეს? სწორი წირია თუ მრუდე? მრუდე წირი. კი ბატონო, მრუდე წირი შენი საზრით შეიძლება თუ არა რომ მრუდე წირის თითოეული უბანი იყოს გეომეტრიული ფიგურა წრის ნაწილი. მე მოგაწოდებ ახლა წრეებს. სად შეიძლება რომ ჩავსვათ აი ეს ფიგურა? ეს ფიგურა შეიძლება ჩავსვათ. აბა სად? ჩაჯდა მან, აბა შეხედეთ აკვეთი. სად შეიძლება ჩაჯდეს? აი აქ, კი ბატონო. აჰა. აი ეს სად შეიძლება რომ ჩაჯდეს? აქ. კი ბატონო. აი ესე. სად შეიძლება ჩავსვათ ეს? აქ. გადავიდე. ეს შეიძლება ჩავსვათ აი აქ. აჰა. ანუ გამოვიდა რომ აი ეს მრუდე წირი რომ აქვს, მისი თითოეული უბანი რისი ნაწილია, რომელი ფიგურის? წრის ნაწილია. გასაგებია? ნატალი, თუ დავაკვირდებით ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოს, რა დასკვნა შეიძლება რომ გავაკეთოთ? მრუდე წირის თითოეული უბანი რას წარმოადგენს?
წრის მთლიან წრეს წარმოადგენს თუ წრის გარკვეულ ნაწილს? გარკვეულ. წრის გარკვეულ ნაწილს წარმოადგენს. რა იყო ერთნაირი? რა ზომა იყო ერთნაირი? ყველა ასოგერების ზომა. ასობგერების ზომა იყო თუ დაშორება იყო? დაშორება. ამ წერტილიდან სადამდე? აქ ასობგერამდე. ყველგან დაშორება იყო რა? ერთნაირი. ანუ რა დასკვნა გავაკეთეთ? ჩვენ გავაკეთეთ დასკვნა. თუ ზუსტად წრეშია ასვლის წერტილი, ყველა ასოს ერთნაირი რა იქნება? ამ წერტილიდან აქამდე დაშორება. დაშორება და რა დასკვნა გავაკეთეთ ნიკოლოზთან დაკავშირებით? ჩვენ თუ წერტილი ზუსტად შუაშია, ყველაფერი ის გარშემო ასოების ერთი და იგივე ის მანძილი არის. დაშორება ამ წერტილიდან მოცემულ წერტილზე მდებარე ნებისმიერ წერტილამდე იქნება როგორი? იგივე. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა ათვლის წერტილს ავირჩე? ვთქვათ, აი აქ ავირჩი ათვლის წერტილი. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად იგივე შედეგს მივიღებთ? არა, იმიტომ რა მოხდება? ეს შეიძლება იყოს 5 და ეს შეიძლება იყოს 13. ანუ დაშორება უკვე რა? არ არის იგივე. არ არის იგივე. შეიძლება აქვს თუ არა ათვლის წერტილის არჩევას? აქვს. ერთ შემთხვევაში დაშორებები როგორი ქონდა? ერთ შემთხვევაში ქონდა დაშორება 12 ცენტიმეტრიც და ყველა სხვა იგივე შემთხვევაში შეიძლება 5-ით და 13. კი ბატონო. კარგი. ანუ ჩვენ ნული დავაკავშირეთ გეომეტრიულ ფიგურასთან, რომელსაც რა ეწოდება? წრე. წრე როგორი მრუდი არის? დათვნა როგორი მრუდია? ღია თუ ჩაკეტილი? ჩაკეტილი მრუდი. მის ყოველ წერტილს აქვს თუ არა მნიშვნელობა? ანა. მის ყოველ წერტილს აქვს თუ არა მნიშვნელობა? ნახეთ ჩვენ რომ ერთი წერტილი თუ ამოვარდებოდა, ნულთან მივიდოდით ისევ? ვერა. ანუ წრე შედგება ძალიან ბევრი წერტილისაგან და ყველა წერტილს თავისი მნიშვნელობა აქვს. ეხლა თუ შეიძლება ყველანი ავდგეთ და მოდი ჩემთან გავაკეთოთ ჩაკეტილი მრუდი. ხო. ანუ გავაკეთეთ ჩაკეტილი მრუდი, რომელსაც ეწოდება წრე. თუ შეიძლება ნუცა გამოდი და შედი წრეში. აღარ ჩაკიდო ხელი. ეხლა გვაქვს ჩაკეტილი მრუდი თუ არა გვაქვს ჩაკეტილი მრუდი? ანუ წრის მთლიანობა რა? გაირღვა. ანუ წრიდან ჩვენ ერთ წერტილსაც თუ ამოვაგდებთ, აღმოჩნდება რომ უკვე წრე აღარა გვაქვს. მივიღეთ ღია მრუდი. მეგობრებო, მათემატიკის გაკვეთილზე ჩვენ გავიგეთ, რომ 0 ჰგავს წრეს. თუ ჩვენ წრეზე მოძრაობას დავიწყებთ, აუცილებლად დაუბრუნდებით საწყისს. ხომ ასეა? ეს მოძრაობა ჩვენ შეგვიძლია პოეზიაშიც დავინახოთ. მოდით შევარჩიოთ ერთ-ერთი ლექსი, რომელსაც გავაცოცხლებთ და დავინახავთ თუ როგორ შეიძლება დაბრუნდეს რითმა პოეზიაში. რომელიმე ლექსი ხომ არ გახსენდებათ? რომელიც ამ ყველაფერში დაგვეხმარება. ასე ერთხმად შევარჩიოთ ლექსი, რაცაა, გალაქტიონის ლექსი და დაგერიგებთ მე თქვენ მაშინ მითითების ბარათებს, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ, რომ მოეწყოთ წრეზე და დავიწყოთ ამ ლექსის გაცოცხლება. ხალხში მიჭირავს ფურცლები, აქ რამდენიმე წინადადებით არის დატანილი, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, გთხოვთ, მობრძანდით ჩემთან, აიღეთ, გაეცანით და შევუდგეთ საქმეს. მეგობრებო, მოდით დავითვლი 3-მდე და ერთხმად დავიწყოთ მელოდიის შექმნა ლექსის მიხედვით. 1 2 3 4
ყველაზე ხედერა ესეც ასე მგონი პოეზიაშიც დავინახეთ ჩვენი ჯადოსნური წრე და ეს ჯადოსნური ბრუნვა ასე არ არის? ბავშვებო, თქვენ გაერკვიეთ უკვე რომ მათემატიკაში 0 არაფერია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. მომეთანხმებით? ასევე ლიტერატურაში, პოეზიაში მნიშვნელოვანი რამაა, ხო? 0. ჯადოსნური 0-ის შესახებ გვაქვს ჩვენ ახლა გაკვეთილი. მოდით ახლა მუსიკაში რა არის 0? გავიგოთ, კარგით? მუსიკაში 0 შეიძლება დაუკავშიროთ პაუზას, ანუ რას? სიჩუმეს, შეჩერებას და გაჩერებას. მეთანხმებით, ხომ? მუსიკაში პაუზა ძალიან მნიშვნელოვანია და ზოგადად სიჩუმეს ძალიან მნიშვნელობა აქვს. უმნიშვნელოვანესია, ხო? პაუზა არ არის ბგერა, არ არის ნოტი, მაგრამ მას თავისი ადგილი აქვს. ხო მეთანხმებით? ახლა მოდით ერთი რამ გავაკეთოთ, დამეხმარეთ, ასეთი აქტივობა. მე როდესაც დავასახელებ სიტყვებს ნოტი, 0. თქვენ რა შვებით? ნოტი პაშია, 0 პაუზა. მოდით ახლა ერთად დავთვალოთ 4 თვალზე. ჯერ მხოლოდ ტაშით. 1, 2, 3, 4. მადლობა. ახლა მე ვასახელებ სიტყვებს და თქვენ უნდა შეასრულოთ ეს მითითება. კარგი? თანახმა ხართ? დავიწყეთ. ნოტი 0. ნოტი 0. ნოტი 0. ნოტი. ნოტი 0. ნოტი 0. ნოტი 0. ახლა გავჩუმდით ყველა, გავისუსეთ. ეს არის რა? სიჩუმე. პაუზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკაში. მოდით ახლა ჯადოსნური 0 დაუკავშიროთ კლასიკურ მუსიკაში რონდოს ფორმას. რონდო სიტყვა სიტყვით წრეს ნიშნავს, სადაც ერთი მელოდია ტრიალებს, მეორდება და საწყისთან ბრუნდება. თქვენ ხომ იცნობთ კომპოზიტორს? მოცარტს. ვიცნობთ? სრული სახელი და გვარი ვიცით მისი? ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. დიახ. მოცარტმა ძალიან ბევრი რონდოები დაწერა. მოდით ახლა ერთ-ერთი რონდო მოვისმინოთ და წამოვდგეთ აბა ფეხზე თუ შეიძლება და გადმოვიდეთ ჩვენს ლამაზ წრეში. ბავშვებო, მოვისმინოთ მოცარტის რონდო, რომელსაც თურქული მარშიც ეწოდება მეორენაირად და ჰაერში გამოვსახოთ, აბა რას ვიგრძნობთ, ხო? თუ ვიგრძნობთ, რომ აქ წრიული ტრიალია, ხო? მელოდიის რასაკვირველია. აბა მოვისმინოთ ყველამ ერთად. მოდით ახლა ამ რონდოზე შევასრულოთ ბოდი პერკუსია. სხეული გამოვიყენოთ რიტმების შესასრულებლად. კარგით?
წამოვდექით. წრედ მოვხატოთ. წრე. იგივე ტრიალებს. ნატალიკო. წრე ჰაერში დავხატოთ სიმრგვალე კიდევ დავასრულეთ აში ბრავო